ყველაზე დიდი სირცხვილია, რასაც დღეს ჩვენ აქ უხურებ. ერთი ის, რომ აი აქ ბიძინა ივანიშვილის ჯიბის დასანქცირებული მოსამართლეები, ადამიანები, რომლებიც უკანონოდ პატიმრობაში ტოვებენ ჩვენ ახალგაზრდებს თავისუფლებისთვის მებრძოლს, საქართველოს სიყვარულისთვის, ჩვენ ახალგაზრდებს და მეორე ის, რომ მოსამართლეების ჭამას იცავენ ჩვენი არ ვიცი ბჭყალებში ალბათ ჩვენი პოლიციელები. ამაზე დიდი სირცხული რა შეიძლება იყოს, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. იმიტომ რომ შვიდად ჭამონ რუსმა ღორებმა მოსამართლეებმა, ეგრეთ წოდებულმა, ისინი მოსამართლეების მეტი ყველაფერი არიან. დღეს აი ეს ადამიანები დგანან და მათ ჭამას იცავენ. არ ვიცი ამას რა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ მათ თუ გონიათ რომ ეს ყველაფერი შერჩებათ, მათ თუ გონიათ რომ აი ამ 50-ზე მეტი ახალგაზრდის პატიმრობაში და უკანონო პატიმრობაში დატოვება შერჩებათ, მათ თუ გონიათ რომ შერჩებათ ის, რასაც დღეს აქ უყურებთ, ბათუმში უყურებთ, ჩვენი ახალგაზრდულის წევრები დააკავეს მხოლოდ იმიტომ რომ დგანან და აპროტესტებენ უსამართლობას, აპროტესტებენ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას აი ეს რუსები მიათრევენ რუსეთში. აი ამის გამო დღეს 3 ადამიანი ჯერ მარტო აქ დააკავეს, მე მგონი კიდევ უფრო მეტი. ხედავთ რა ხდება ბათუმში, წარმოუდგენელია და ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გასტანს. ეს ყველაფერი სისტემა იმსხრევა, ამას უყურებთ ყველა ყოველდღიურად, სახე აქვს დაკარგული, ყველას ისინი არიან ყველაზე მეტად შეშინებულები დღეს. და მე მინდა კიდევ ერთხელ სულ ამას რომ გავამხნევო ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან, მეგობრებო, თქვენთან ვარ, ერთად გავიმარჯვებთ, აი ამ ერთობლივი ძალისხმევით, არც ერთ ნაბიჯით არ გავიყავ.